Ბოლოს და ბოლოს ამდენი წლის თქვათ კრიტიკული მოწოდებების შემდეგ მთავრობამ განაცხადა და მიიღო დადგენილება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ისინი რაღაც მედიკამენტებს უზრუნველყოფენ სოციალურად დაუცველი ფენისთვის, ანუ 0-დან 100,000 ქულამდე. ჩვენ ვნახეთ პროგრამის სტრუქტურა, ვნახეთ იმ მედიკამენტების ფასები, რომლებიც არის მოცემული ამ დადგენილებაში, ფასები ვარირებს 1 ლარიდან შეიძლება დაახლოებით 70-80 ლარამდე წავიდეს ზოგიერთი პრეპარატის ფასი. და გარდა ამისა თვითონ პროგრამის მთლიანი მოცულობა ვფიქრობთ, რომ არ არის ადეკვატური. დაახლოებით გამოდის, თუკი 200,000 მომხმარებელზე გავთვლით, რადგან ილაპარაკა ჯანდაცვის სამინისტროში, იყო ამაზე საუბარი, მაშინ გამოდის, რომ მთელი პროგრამის მოცულობა 6 თვეზე გაწერილი დაახლოებით ერთ მოქალაქეზე შეიძლება გამოვიდეს 2.5 ლარი თვის განმავლობაში. დოლარებში თუ ვიტყვით, ვინაიდან ბევრი პრეპარატი იმპორტირებული, ეს გამოსულ 1 დოლარი თვის განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა ერთად არ მივიდეს ამ პრეპარატების სასახელოდ, მაინც ეს არის ჯეთი მოთხოვნა გაიზრდება და მაინც ეს არის ძალიან მცირე თანხა და შესაძლებელია არაეფექტურობა ძალიან მალე გამოჩნდეს, ისე როგორც სხვა შემთხვევებში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვინაიდან ეს კეთდება ივლისიდან ძალიან ახლოს არის ადგილობრივ არჩევნებთან, ალბათ თავარი დატვირთვა სწორედ ამის არის ის, რომ წინა საარჩევნოდ რაღაც აი ამგვარი ნაბიჯი გადადგას ხელისუფლებამ, ისაც რომ ადამიანებმა თქვათ განწყობა ამ შემთხვევაში რაღაცით შეიცვალა.